მოგესალმებით, მეგობრებო, მინდა ჩვენს დისკუსიას დაგასწროთ ისევ. ესე იგი, მე და თამი საუბრობდით სამი უკვე ჩემი სტომარიანტელი წინარიგი ვიდეოების. საუბრობდით ძალიან საინტერესო კომბინაციაზე, უფრო ფსიქოთერაპიულად, ესე რომ ვთქვა, სელენა ლილიტის ღერძზე. და აი ამ დისკუსიაში მინდა ჩავშო ჩვენი მსმენელებიც, ესე რომ ვთქვა. და ძალიან საინტერესო მიგნება გქონდა შენც თამი, როცა ვლაპარაკობდით სელენა ლილიტის ღერძზე. სად გავდივართ ხოლმე ახლა თერაპიულად ჩვენს, როცა პირად რუკაზე მუშაობთ ხოლმე. ძირითადად ახლა რა არის იცი, საინტერესო რა დასავლური ასტროლოგია მაგალითად და აღმოსავლურიც გარკვეულწილად სელენა ლილიტს არ ახსენებენ ხოლმე რა. არა და მთელი თავარი, საერთოდ თავარი ეგზისტენციალური თემა ადამიანის აი ამ კომბინაციაში არის და კიდევ უფრო პირველი სელენა არის. სელენა არის მთავარი ღერძი, რასაც მოყვება მერე მთელი ლილიტი ერთვება, მერე მოყვება პლანეტები. და უბრალოდ მაგ სიხშირეზე რო გავიდეთ და მაგ თემაზე რო გავიდეთ, ძალიან ღრმა კონტაქტი არის საკუთარ თავთან საჭირო. ღრმა კონტაქტი რაღაცა, აი მშვილდოსნაზე რო ლაპარაკობდით წინა ვიდეოში. გლობალური ხედვა არის, რაღაც სხვა კანონების ცოდნა არის საჭირო, სამყაროსეული სხვა კანონების ცოდნა, რომ ამ სიხშირეზე გავიდეთ. მე ესე ვხედავ ყოველ შემთხვევაში, ანუ რაც უფრო დამწებული არის ადამიანი, აქ საერთოდ ვერ გადის. განსაკუთრებით ახლა ასტროლოგიაში უცხოელებით, ვინც უფრო პრაგმატულ ასტროლოგიაში არის, ან ძალიან ფსიქოთერაპიულ ასტროლოგიაში, აი საერთოდ კარმა და ეზოთერიკა რო არიციან, დამიწებული ხალხი არის ძალიან, მე რასაც ვაპორტები და შულდოსნური მხედველობა ფართო მაინც არ აქვს. ნუ ეს ჩემი გადასახედიდან და აი ძალიან კარგად დაიჭირე, ხა ჩვენ რო საუბრობდით, თამიმ დაიჭირა სელენა თევზი, ლილიტით ხისრქა. ამ კომბინაციაში რო ლაპარაკობდით, მივხვდი შენ ფაქტურად რას ლაპარაკობ მთელი ამ წლების განმავლობაში, რომ აი ეს არის მთავარი. ოღონდ ძალიან დიდი დრო დამჭირდა. თავიდან რო გისმენდი არ მესმოდა. აი ვერ ხვდებოდი. ნუ აი ძალიან შავ-თეთრში ვხედავდი და მიგვეშა და აი მე უკვე გამოვიდა. უფრო პირადი გამოცდილებით, ასე ვთქვათ, და მე სხვების მაგალითად. იქიდანაც რომ მთელი ორი კვირა ჩემი ენერგოველი ალბათ მაგალითად როგორ არის ახლა ვიცი ჩემთან მთელი ყველა ასტროლოგი მოვიარეთ და თქვენთანაც ვსდით და რომ მოდიათ უცებთელის რო ეხსნებათ აი წი რაღაც აქ გვაქვს ჩვენ სხვათა შორის ეზოთერიკაში არის როგორც ენერგეტიკული ველი და ფსიქოლოგიაში არის ველის თეორია და ამ ველის თეორიაში არის რომ ჩვენ როგორ მოქმედებთ ენერგეტიკულად ერთმანეთზე სხვათა შორის და ეს უხილავი ენერგია არის ესე ამბობს ფსიქოლოგია ეზოთერიკაც იგივე საერთოდ ეს ენერგეტიკული ვერია ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით რაღაც დონეზე რაღაც აი ამ გაცნობიერებებში ესე რომ ვთქვა ხო და ეს ველის თეორია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ ამას აქედან დავიწყე თავიდან ეზოთერიკაში რომ ეს ენერგეტიკა როგორ მოქმედებს ხვებზე ჩვენი რა მდგომარეობაში თორსა ჩემი მთელი კარმული პრობლემა ახლა შენ რომ ამბობ სელენა ლილიტის ღერძი ჩემი სელენა ლილიტის ღერძი მაც დავიჭირე რომ ეს ხვის ენერგეტიკაში ისე ვირეოდი რომ მე მათ ენერგეტიკას ხოვრობდი და არა ჩემს ენერგეტიკას ხო ანუ სელენა ვერძი მან ძალიან ოკეია ყველაფერი რატომაც ხვის ველში შევდიოდი და ხვის ნეგატივში მეც ვჩერდებოდი და არაფერს არ ვაკეთებდი რითიდან გამოსულიყავი სელენა ლილიტის ღერძზე ვლაპარაკობ აქ რა ძალიან ბევრმა თერაპიამ, ძალიან ბევრმა კვლევამ, სხვათა შორის და აი ეს კონსულტაციებზე სულ მათ გავდიოდი ხალხთან მაგალითად, ხო, ამ სელენა ლილიტზე და აქ თუ გავალთ თამა, ეხლა შენ რო თევზი და ხისრქა დაინახე შენში, გულმოწყალეობა, დახმარება ყველასი და მერე პასუხისგებლობებში გადასვლა. შენი მაინტერესებს რა დაიჭირე შენი მანდ, მაგრამ აი თეორიაში, ხო, ასტროთეორიაში აი ამას მოყვებოდით, რომ თევზი შედის მაგალითად და ამ პასუხისგებლობებში რომ აი უკვე დიქტატურა გამოდის დახმარების მოტივით. ისე შაბლონურად რო ვთქვა. დიქტატურა რას ნიშნავს? ეს გააკეთე, ის გააკეთე, ის გააკეთე, მაგრამ ჩემი გასაკეთებელი რაც არის იმას ვეღარ ვაკეთებ. ჩემ კარიერაზე ვეღარ ვზრუნავ, ჩემ საქმეზე ვეღარ ვზრუნავ, იმიტომ რომ სულ ვიღაცების კოლმოქმედებაში ვარ, ვიღაცების ტვირთში ვარ. და მე რა ზულოვან სახსროვანი სისტემა ზიანდება. აი როგორ გეტყვი, აი მე როგორი ის ქონდა, როდესაც ისეთი ისეთ სიკეთეს აკეთებ, რომ არავინ არ გთხოვა. რა თქმა უნდა. ხო? ახლა მოვიდა ვიღაცა და გითხრა, რომ აი კონკრეტულად მინდა ეს, მაგრამ შენ ჩათვალე, რომ აი ეგ რომ გამეწია დახმარება ვცდი არ ექნებოდა. გაწუხებს ეს.
ნუ არის რაღაც აი გაწუხებს ხა ვიგულესმა ხუმრობით თქვი რა გაწუხებს უბრალოდ ხანდახან იღებს ზედმეტ სიკეთეს რომ არავინ არ გთხოვა და შეიძლება სულაც არ იყო ისეთი საჭიროება იქ ვიღაცა ეგეთი საწყალი არ იყო იმ სიტუაციაში არც ფინანსურად საწყალი არ იყო არც ის რაღაცა დახმარება არ ჭირდებოდა მაგრამ შენ რატომღაც გადაწყვიტე და მერე ის გიტრიალდება თუნდაც აი პირდაპირ ხისხულად ფინანსურად შენი გადასახდელია. შენი ფინანსები მიდის, ანუ შენ გაწובה ფინანსურად, ასე ვთქვათ, ოღონდ გიტრიალდება ცუდად. ანუ ვიღაცა კი არ რჩება ის, რომ აი ბედნიერია და მადლიერი. ხა მადლიერება ის კი არა, რომ მაინდა ის მოვიდეს და ხამადლობა გითხრან. შეიძლება ეს და უმადურობით შეგიტრიალდეს და შენ ფინანსებს დაარტყას. აი პირდაპირ ხისხულად რომ თან მარტო მყავს კიდე ახლობლები ლიტითხის რქების, რომლებსაც ზედმეტად აღებულმა პასუხისგებლობამ, ფინანსურმა პასუხისგებლობამ ვიღაცაზე ვერ დაარტყათ. ერთი რაღაც მინდა კითხო. აი წარმოვიდგინე შენს არაცნობიერში არის აი ესე რომ ვთქვათ, ჩაწერილი პროგრამა, დახმარება და პასუხისგებლობა. ხო, ანუ მე უნდა ვიტვირთო ვიღაცებზე დახმარება. ეს არის რაღაც გაუცნობიერებელი პროგრამა, სელენას ამას ვეწავ ხოლმე. მიყვები ამ გეგმას. ოღონდ სადღაც არის დაკარგული რეალობასთან კონტაქტი. ჭირდება, არ ჭირდება, თხის რქა გაქვს, სადღაც გაქცეული და დაკარგული. ნახე? ცოტა პრაგმატიზმი ხს პრობლემა ხო არა გაქვს შენ ხა ეს თერაპევტად ხო ჩანს ხო თუმცა გამორჩულია რომ კიდევ მოხდეს ესეთი რაღაცა იმიტომ რომ ადამიანს ნუ აი ძალიან პატარა დონეზე გავეცნობიერე რომ ხორცა რაღაც ასაკში გაქვს გამოცდილება თან გისმის თან აი მოვისმინე იქით აი ეს თავაკავშირებს ყოველთვის ერთმანეთთან და აღმოჩნდა რომ აბსოლუტურად არა ილუზიურია არამედ რეალურია ეს და აი მაშინ მივხვდი რა შეიძლება სელენას და ლილიტის თვისებების აი შებრუნება მოხდეს ესე ვთქვათ. ეცი რა არის როცა ძალიან თევზზე ზიხარ აი ჩემენაზე ესე რომ ველაპარაკოთ რატო გაგანდევნილი თხისრქა შენთან აი ნახე თხისრქის შეწოვა ხდება რაღაც დონის პასუხისგებლობები მაგრამ ნამდვილი არსი თხისრქის რაც არის ეს არის პრაგმატიზმი მყარად დგომა მიწაზე რეალობასთან სხვა სატურნული ენერგია არის რეალობასთან კონტაქტი რატო არ არის სად გაგანდევნილი ეს აი ნამდვილი თხისრქა და რაღაცნაირად თითქოს თხისრქის იმიტაცია შემოდის მხოლოდ ფონი პასუხისგებლობების ხო აი თხისრქა რო შეიგრძნო ნამდვილად რო შეიგრძნო რა მოხდება მაგით შესაძლებელია. აი ხა ნახე შეგრძნებას დააკვირდი გონებაზე არა, გონება დაგვიწყებს იქ ფანტაზიებს, რომ აი იმის ბრალია, ამის ბრალია, შეიძლება რომ იტყვის ადამიანი, აქ უკვე ვიცით რა აზრებშია წასული. აი შეგრძნება, აი ხა შეგრძენი ის თხისრქა რაზეც ვაპარაკობთ. აი რომ ყარად დგახარ, იცი ვინ არის, ვისთან ღირს, ვისთან არ ღირს, ანუ სუფთა პრაგმატული დაკვირვება სიტუაციაზე, ანალიზი პრაგმატული, ამაში ღირს ჩადება ენერგიის, იმაში არ ღირს. აი ამ ენერგიაში რომ დაჯდე, რას გრძნობ ახლა შენ? პასუხისგებლობები არის ეს, დროის აღქმა არის, რეჟიმი არის, ყარად დგომა არის. აი ამას რომ შეიგრძნობ ახლა შენ, რას გრძნობ? სასიამოვნო ემოცია, უსიამოვნო, უცხო, ახლობლური. აი უცხო არ ვიცი ეს. ანუ სხვაობა უფრო ეს ემოციური მომენტი ეს ხმან დაღმავალი კირჩხები ვარ და ალბათ აქედან ეს უფრო მიადვილდება. აი შეგრძნება როგორი არის? აი ხა ეს თხისრქა რო წარმოიდგინე. შენ სხეულში გრძნობ ამ ენერგიას? ალბათ ზუსტად ვერ საზღვრავ მაგას, აი როგორ უნდა წარმოვიდგინო და როგორ ხდება ახლა მაგის. აი ეს როგორ რაღაცას ვამბობ, აი სიტყვები ხო არის პასუხისგებლობა. ამით მე თანებასაც ვამოწმებ, რამდენად აქვს ადამიანს ხელთან კონტაქტი, რამდენად აქვს შეგრძნებებთან კონტაქტი, იმიტომ რომ სელენა თხისაც და თევზი არის და თევზის წარმოსახვა არის და ინტუიცია არის და ემოცია არის და აქ პრობლემა არ უნდა გქონდეს შენ, მაგრამ სელენასთანაც რამდენად კონტაქტი გაქვს, იმასაც უყურებთ ახლა, ხო? ლილითთან არ აქვს კონტაქტი. პოზიტიურ კონტაქტს გულისხმობ, იმიტომ რომ არის ფაზა, როცა განდევნილი მაქვს ლილიტი, აი ახლა რომ დავასპოილეროთ თამი. მე აქ იმას ვიტყოდი, რომ შენ ეს თხისრქა თითქოს ხო რაღაცნაირად რო გითხარი ახლა რომ წარმოიდგინე, შენ ვერ შედიხარ ამ თხის ენერგეტიკაში. ანუ შენში დევს რომ ეს უნდა გავაკეთო, მაგრამ შენ სხეული არ ზის ამ თხისრქულ ენერგიაში. საძირკველი არ არის ამ თხისრქის. აი რომ დაგასპოილერო და მან რო გახვიდე ბოლოს მაგალითად, ხო? მიხვდები რომ იმას აკეთებ რაც არ იცი. რა ენერგიაში შესული არ ახარ.
ეზოთერულად რო ვთქვათ, ენერგიაში შესული, როცა მე ვცხოვრობ ამ ენერგიას. აი, როცა მე სხეულით შევიქრ, აი ტყავში რო შეძრები რაღაცის ტყავში, ხო იცი? აი შენი რო იყოს ეს ტყავი, შენ ეგრევე იგრძნობ ამას. პასუხისგებლობა მყარად ვთქავარ უკვე. აი სიტყვებით ხო, როგორ შეიძლება, აი, როცა ვამბობ სიყვარული, ემოცია მოდის სიყვარულის, ხო, როცა ვამბობ მე გაღიზიანებული, მოდის ეს ემოცია, ხო, ეს ჩვეულებრივი შეგრძნებებია. აი ეს დონეზე უნდა განიცდებოდეს ლილიტის ენერგია. შენში არის ის, რაც გარედან არის, მაგრამ შინაარსი არ არის. ეს როგორ რაღაცას გავს, იცი, ძალიან რელიგიურები რო არიან და ეკლესიაში რო დადიან და ხა ძალიან ისე მაგალითს ვამბობ. მაგრამ ფორმას რო იცავენ, ხო, ძალიან კარგი მაგალითია, მაგრამ მაგის გაგება ადვილია, ხო. რო აბსოლუტურად გაგებაში არ არიან ნამდვილი რწმენა და ცხოვრებაში, ქმედებაში რო არ აქვს გადატანილი, მარტო ჩარჩოს რო იცავ. მე მაგას ვაკვირდებოდი, რომ ლილიტის ზონაში ჩვენ ფორმას ვიცავთ, უხეშად, არასწორად, მაგრამ შინაარსში ვერ შევდივართ, ენერგეტიკაში ვერ შევდივართ, ვერ ვგრძნობთ. აი ახლა მაგალითად, როცა მქონია კონსულტაციები და სუფთა თერაპიულად, ელენა ლი ზოგჯერ ყოფილა რომ მარტო მაგაზე უმუშაოთ, აი ადამიანს აქვს, აი სხეულზე ეთყობა რომ ეგ აწუხებს რა. შენთან დავინახავდით იმას, რომ თევზებში ხარ ძალიან გადასული, აქედან ხისკას განდევნი, ხისკა იქიდან გიჯახუნებს რომ აიღე პასუხისგებლობები, აიღე, გახდი პრაგმატული, შენ ამ ენერგიის ბოლომდე არ გესმის და უბრალოდ რაღაცნაირად სტილო პასუხისგებლობებში გადაიტანო ეს, მაგრამ არასწორად. ესე იგი, შენში არის არაცნობიერი, მე ხა ვიცი რომ რთულს ვამბობ, უბრალოდ მე თუ ამბობ ხოლმე ჩანწეს რომ მოიცნე კიდევ უფრო თერაპიულად დაგიტრიგერდება ბევრი რაღაცეები და არ შედიხარ ამ ენერგიაში, მაგრამ თან რაღაცა გიკაკუნებს. ესე იგი, ეს პირველ ეტაპზე ეს არის დიქტატორი თხისკა, რომელიც აი ყველაფერი მინდა მოვქაჩო და მგონია რომ ამბიცია მაქვს რომ მე გავქაჩავ ამ ყველაფერს და ვერ ვქაჩავ, მაგრამ უფრო მაღალ ეტაპზე რო ავაყვანთ ლილიტს, სიამდვილეში ის გვიკაკუნებს, რომ შენ ეს ნაწილი გჭირდება, ეს გაკლია. ანუ ხარ გადავარდნილი ძალიან სელენაზე, მეც მომხედე. დედამიწურ ენერგიაში არის ლილიტი და ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მნიშვნელოვანი ნაწილი სადღაც გვაქვს გადაგდებული და ამ ნაწილს თუ შევხვდებით, ის ლილიტი უკვე იმ პირველ დონეზე აღარ მუშაობს. ჩვენ მასთან კომუნიკაციას ვსწავლობთ. აი შენი ერთი ნაწილი იქ გაბრაზებული, დაწყენი ან პასუხისგებლობებში ან დაუფასებლობაში ჩართული, იმიტომ რომ რა არის, ნახე რა თქვი ახლა სიტყვები არ მიფასებენ დასაწყისად. ანუ არა, აქ ის კი არ არის, რომ რეალდება უკან. რეალდება უკან. ეს ხდება ლილიტ თხისკასთან. ანუ მე ბევრი ლილიტ თხისკა ვიცი, რომელსაც ქონია ზედქოგოს, ქალს, მამაკაც, ზედმეტად აღებული თავისი ინიციატივით პასუხისგებლობა, აი იმას ხომე უნდა მივხედო. აი იმისი შვილებზე ხომ და ამიღო პასუხისგებლობა იმის ოჯახზე, იმიტომ რომ ეს ჩემი ძმა არის და არის ქმარი ეცოლია ხომ და ამიღო და მე ეს ტრიალდება. არა მარტო მოდურობით ეს კიდე სხვა რაღაცა, პირიქით ფინანსურათაც კი უთხობს. აი იგივე ხდება, ნახე ახლა რაც გითხარი, დაუფასებლობა რა არის? შენ დებ ენერგიას და უკან ვერაფერს ვერ იღებ. პირიქით დანაკარგს იღებ. პირიქით იღებ. ხო, დანაკარგს და ის შენზე მოქმედებს მე. აი ეგ არის დაუფასებლობა. ესე იგი, ჩვენში ცხოვრობს დაუფასებელი ნაწილი. არარეალიზებული, გარემოსგან დაუფასებელი. ეს ლიტითხის თემა არის რა. და საბოლოო ჯამში თვითონ ვერ აფასებს თავის თავს, იმიტომ რომ ისე რაღაცას აკეთებს, რაზეც იცის, რომ დაფასებას ვერ მიიღებს. არაცნობიერს გეუბნები და ჩვენ არ ხვდებით იმ არაცნობიერ მაგ ნაწილს, რომელსაც ჩვენში ხდება ყველაფერი. და შენ მერე თერაპიულად გავდივართ ხოლმე ხა შენთან რომ დაიწყო ამაზე მუშაობა, мотиваცია რა გაქვს? რატო გინდა აი ეს ყველაფერი? რატო გინდა ამ ტვირთების აღება საკუთარ თავზე? და კარმა ასტროლოგიაში როცა დავდივართ, ელენა ლილიტი არის როგორი ღერძი, იცი რომ სადღაც რომელიღაც ცხოვრებაში ჩვენ მოგვიწევს ამ ორი ენერგიის გაერთიანება. შენ სადღაც მოგვიწევს ან სულიერი პასუხისგებლობის აღება თევზი, ხო? რაღაცა აი სერიოზულად პასუხისგებლობის აღება მოგიწევს რელიგიური თვალსაზრისით, რომელიღაც ინკარნაციაში ესე ხაშეს ჰიპნოთერაპიაზე ჩემთან მე ვისაც ვესწრებოდი და სწავლობდი ამ სფეროს, კარგახანს ჩემიანად სულ მანდ გავდივართ, რომ სელენას ინკარნაცია სადღაც მოგვიწევს უფრო მაღალ მასშტაბებში. აი რაღაც სერიოზული მისია აქვს ადამიანს და თერაპიაზეც რომ მოდიოდნენ ჩემთან
იცი რაც გადიოდნენ სულ და მეც მქონი ეგ რაღაცა მნიშვნელოვანი და გავაკეთო დედამიწაზე და მე რო ხვდებიან არა ეს დედამიწა არ არის ხო სამყაროში მაქვს რაღაც დიდი გასაკეთებელი ეხლა პირადი პრობლემები მაქვს მოსაგვარებელი ლილიტი მაქვს ეხლა დასამუშავებელი და მან ნენელა ხვდებოდი ხოლმე რომ ლილიტის ენერგია დედამიწა არის ლილიტის სამფლობელო რა ეს არის ლილიტის და ეგოების დასამუშავებელი აი ამ ტკივილთან შეხვედრის პლანეტა არის ბჭყალებში და ამ რეალობას ვეჯახებით მაგიტომ იფუშებიან მე ადამიანები თითქოს შინაგანად რომ რაღაც აი გრანდიოზულობის თუ დიდის ის კონდათ ახალგაზრდობაში რაღაც პროგრამასავით მე რაღაც დიდ ცუნამი ვაღწიო და მე ჰიპნოთერაპიებზე სულ მაგას ხედავდნენ რომ არა სხვა სამყაროში მაქვს თორმე ეს გასაკეთებელი რაღაც დიდი მაქვს მართლა ოღონდ სხვაგან და აი როცა ამ ეგოს პრობლემას მოვაგვარებთ აქ დედამიწაზე აი მე ეს ელენას ინკარნაცია უკვე მასშტაბური ხდება ანუ ჩვენ ვემზადებით რეალურად სელენას ინკარნაციისთვის ოღონდ უფრო მასშტაბები. შენ თუ მაგალითად გქონდა რომელიღაც ინკარნაციაში ეს თევზი სახლი გამახსენი, კარგად არ მახსოვს შენ. მეოთხე სახლი. მეოთხე, სელენა მეოთხე. გასაკეთე გამახსენდა. მეოთხე სახლი დედა არის. ყველას დედა უნდა ვიყო, ყველაზე უნდა ვიზრუნო, ყველას უნდა მოუარო, ეგ თემა არის. თევზი ეგ უკვე სულიერად ემოციურად დახმარებით მაგალითად და ამ კან არხზე რო დაჯიქი იქ წამოვიდა თხისრქათან მესამე სახლი ურთიერთობები კომუნიკაცია მაგალითად მესამე სახლში ყავს მანდ კომბინაცია და პასუხისგებლობები ანუ დედობა გადაგივიდა მამობაში ძალიან მარტივად რო ვთქვა ხო ესე იგი სადღაც შენ ცირას უნდა შეხედო თვალებში რომ უნდა ისწავლო პასუხისგებლობები თევზის ზონაში რო შეხვალ მაგალითად პასუხისგებლობები აიღო იმაზე რომ ამ ადამიანს ჭირდება თუ არ ჭირდება ეს მე უნდა ჩემ თავზე უფრო ავიღო პასუხისგებლობა თუ სხვაზე აი ეს ეგზისტენციალური პრობლემა გექნება ახლა ამ ცხოვრებაში უბრალოდ მე არის ხოლმე მუშაობა უფრო რაზე იცი რომ ლიტის ზონაში ჩვენ ეგო გვაქვს გონია რომ ვქაჩავთ და ვერ ვქაჩავთ და როდის ვკაჩავთ, იცი, როცა ხვდებით რომ ვერ ვკაჩავთ. აი მაქედან იწყება აღდგენა, მე ლილითთან შეხება. აი ყველაზე მეტად უჭირთ ხოლმე ლილითთან, აი ამ შამთვა, რატო იცი, ჩვენში ცხოვრობ ძალიან საწყალი. აი ეს ლილიტი სინამდვილეში ძალიან საწყალი არსება არის, ძალიან ჩვენში. დამცირებული, ნაწყენი, უნარო, ხო ვერ მოვატყუებ ხეცნობი, შეიძლება ჩვენ ყველა და ეხა დიდი სტრატეგიკოსი ვარო ტრამპი იძახის. ეხლა ხალხს ატყუებს, მაგრამ თავისას ვერ მოატყუებს, თავის კეთნობიერს ვერ მოატყუებს და ნუ მას ეხლა სელენა ვერძი ყავს და ეს ვერძი რომ აი ეს მე თემა ეს ლილიტივით აქვს დაბრუნებული. როგორც თამი შენი სელენა ხანდახან უკვე ლილიტივით მუშაობს. ლილიტი თევზივით ზოგჯერ. ხო. გადამეტებული გულმოწყალეობა, გადამეტებული სხვებში დაკარგვა. ხების პრობლემებში დაკარგვა, მეოთხე სახლიდან ზრუნვა და მან უკვე წავიდა ეგო. დიკაკუნებს რა რომ მოდი რა მეც მომხედე რა. ყველას დედიკო ნუ ხარ. ყველას ნუ ეხმარები. და მე შენი ლილიტი რას გიკეთებს, იცი ეს კიდე უფრო ერთი წუთი. აი არ გამორთო. შეცდა დაგვიქცე, ესე იგი. მე და მარი ერთი რამდენი წელია ონლაინ კომუნიკაციაში ვართ და ჩემი ოპერატორი. აი, ორი წელია კომუნიკაციაში ვართ. ეხლა გავიცანი. ლექცია არა. ლექცია შეგიძლია დაესწრო. ვენაში. მოკლედ ერთი ლეოს გასაცნობა ჩამოვედით ერთენი ხალხი ვნახე. აი, ერთ სული მაქვს რომ დავამთავრებ. ვარის ჩავეხუტო. დავილაპარაკოთ, მაგრამ უნდა გავაგრძელო. შენს დაგაინტერესებს ხათაშორის ამ სელენა ლილიტის ერთზე. დისკუსია გვაქვს მე და თამის თერაპიული დისკუსია, რომელიც მილიონი გაგავნილი ეგეთი. და აი ეს არის თამი რომ მან ხედავთ ჩვენ რომ აი ლილით რო ვეხებით, აქ ყველაზე დიდი სუსურს იცი შენ გამოვლილი გაქვს. სუსურ მესწრებით. ქვეცნობიერმა იცის აქ როგორი აი ვერ ხარ სუსტია, არ გამოსდის, აზე არ არის ორიენტაცია არ აქვს, მაგრამ დიდი სურვილები აქვს. ძალიან უნდა და თან ძალიან ეშინიანი იყოფა ჩვენში ორი ენერგია, რომ
თან ძალიან გვინდა და თან ძალიან არ გვინდა. აი ეს არის გახლიტვა პიროვნების, ცოტა აი ამ ლილითის ენერგიას რო ეძახით. მერე მაგი ცდილობს ეს ლილითის ენერგია რომ გაგაკეთებინოს შეცდომები სიტყვაზე ან აი ამ დეზორიენტაციაში ისწავლო რომ მოусმინო ამ ნაწილს რომ მე მინდა, ოღონდ როგორ მინდა იცი რომ ეხა მიდი და იმუშავე, შენ თუ გაქვს ის ძლიერი სურვილები რომ აქ მაგარი ტიპი იყო, მიდი და იშრომე მაგის და შექმენი ახლა ესეთი. აი ეგ არის რომ ლილითის ზონაში სურვილებს მიყვებიან და იქ შრომას არ დებენ. იქ არაფერს არ აკეთებენ და აი მაგას რო შეხედავ რომ შენ აქ სუსტი ხარ, რაღაცები არ გამოგვიზ, მაგრამ ძლიერი სურვილი გაქვს, მიდი იმუშავე, ჩართე სელინა, დაგეხმარება სელინა ამაში. გახდი ძალიან მაგარი ამ სფეროში და მიაღწევ იმას, რაც შენ გინდა. საბოლოო ჯამში ეგ არის ლილითთან კომუნიკაცია. აი შენ მაგალითად ხო, ლილითი რო დაამუშავო, ძალიან მარტივი ფორმულა არის. აი ბიჰევიორიზმი მიყვარს მაგიტომ ძალიან, რა ეს ცევაზე ორიენტირებული თერაპია. ხშირად არის როგორ რაღაცა მივლია თერაპიებზე, რაღაცა ძალიან ისე ტირილებით და სიცილებით და ემოციებით, მაგრამ ცევას არ ვშლი არ იცვლები რა შიგნით რა. ისე ვისხარ რაც იყავი 5 წელი, 10 წელი, 20 წელი. ამიტომ მნიშვნელოვანი არის ცევის შეცვლა. რუტინა, აი ყოველდღიურ რუტინაში რაღაცას ვშლი, მაგალითად ზოგს აქვს კვების რუტინა შესაძლებელი, ზოგს ფიზიკური აქტივობის რუტინა, ზოგს ვიზუალური თავის მოვლის რუტინა აქვს შესაძლებელი, ზოგს მაგალითად კარიერულად ნაბიჯ ვერ ზოგს ზოგიერთებზე რა. და აქედან მოდის თავდაჯერებულობა, აქედან მოდის ლილითის დამოკიდებულება, რაც ახლა ჩვენ. და აქ მოდის უკვე აი სამყაროს რო გვეუბნება რომ აი დახარჯე ენერგია და მოგცემა რა შედეგებს რა. ისე არ იძლევა. აი შენ მაგალითად ხისგან და ის ხო პრაგმატულად არაძად მიწვაზე ესე ქაოსურად კი არ ეხმარებოდეს ყველას. ვაიმე შეცოდება, ვაიმე შეცოდება, გზნობიარე ვარ ემოციებთან ერთად. ძალიან ოკეია, მაგრამ ამ ხისგან არ ჩარხავ. არ დაიწყე ბალანს, ხო? ის ხისგან რა გიმოწყენდება მე რომ შენ მე აქ მაფრანტინებ ენერგიას ხო და მიდი და ახლა გადაიხადე სამაგი ყველაფერში, რომ არ მიყენო. მიხდი ხო რაღაც დაახლოებით დრო ჭირდება ეს ხო დისციპლინა გაწერილი ხო აი პრაგმატიზმი და დისციპლინა ხო აი ეგ არის როგორი მნიშვნელოვანი ყარად დგომა შენ არის პრობლემა გარკვეულწილად ნუ ყველა სხვადასხვა ხო ეგრეთ ნიშნავს იცი აი აქ რო ჩავთვალოთ პლანეტები როგორ ლილითზე როგორ ახდენს ზეგამონას ნახე მაგ ლილითის პრობლემა მაგ სიმყარის პრობლემა რა აქ მოდის უკვე კონფლიქტები შიდა კონფლიქტი და რაღაც სუსტი პლანეტები თუ არის სადაც ან სატურნიმზე ან ურანიმზე სადაც სუსტი არის იქ გვარტყამს შეიძლება ქაოსში იყოს და დაუგეგმაობაში რატომ იმიტომ რომ შინაგანი შფოთვა იზრდება რადგან ურანი ყავს საწესთან შფოთვა იზრდება იმიტომ რომ იქ რაღაცები დაგროვილი მაქვს იქ რაღაცებს ვერ ვაგვარებ, კიდე უფრო ქაოსში გადავდივარ, რაღაცა არ დამეკარგოს, რაღაცა მოვასწრო, რაღაც ქაოსში არ გადავარდე, მე ხმა ფანტაზირებ. ანუ ლოგიკური მე საერთოდ ეხლა შენ ნაცნობობას და მეგობრობას და ჩვენ საუბარს აი თიშავ, ჩემს სასწავლო მეხარებაში. აი სუფთა პრაგმატულად რომ მივიღოთ ახლა ასპექტებს. აი აქ შეიძლება პრობლემა გქონდეს მე. როგორც მაგალითად სატურნი მზის შეერთების ადამიანს მას ჭირდება სტრუქტურა, იმიტომ რომ ილუზიას იქნის რომ ლილითს აკონტროლებს ამით. ხები მარი რაღაცებს. ძალიან მაგარი რაღაცა არის კომბინაციები. ანუ იცი უკვე მიზეზები ეს პლანეტარული ენერგია რატომ აქვს ჩართული? კი ბავშვობის ტრამვები აქვს, კი ყველაფერი, მაგრამ ჩვენ შინაგანი კიდევ უფრო მაქვს ცნობილი შფოთვა, რომელსაც ვცდილობთ აი ამ ასპექტებით თითქოს ვაკონტროლებდეთ. ამბეთ კიდევ არის ვაკეთებთ. ვიხდი ხა ახლაზე ელაპარაკე. ხო და აი ეს მან შენ ოპოზიცია გაქვს. როგორც მახსოვს ოპოზიცია გაქვს შენ მან და სატურნის ხო. ხო და მან თერაპიულად რაზე გავდივართ იცი რომ ურანს სჭირდება შენთანაც ურანს სჭირდება კონტროლი ურანს სჭირდება სხეულებრივი კონტაქტი ჯერ რატო ვარ შფოთვაში ახლა მე მაგალითად ჩემი ურანი მე-7 სახლის მართველი არის მე-7 სახლის ხვები არის მე მეხდი რომ ჩემი არ არის შფოთვა ეხლა მე რომ პირველი სახლის მართველი იყოს ჩემი ურანი ოკეი მე ვარ ურანი მაგრამ მე-7 სახლი ჩემი არ არის პარტნიორები სხვები მაჩქარებენ
ხო და აი მან უყურებთ მე ეს ურანი საიდან მოდის მაგალითად უკვე რო ისტორია მოუყვეთ ადამიანზე საიდან რა მოდის აი აქ უნდა 1-3 წელი გავიდეს თერაპიაზე ადამიანი რომ მიხვდეს აკრაზე არის და დიაგნოსტიკაში ხელის გულზე გიდეს ადამიანი რა უკვე იცი საიდან მოდის მე რომ მაგას მევხვდი რომ სხვებისგან მოდის შფოთვა მე თერაპიებზე ვისწავლე მაგალითად არის როგორი რაღაც იცი რომ არის შენი და რა არ არის შენი აქ საზღვრებს იცავ მე სწავლობ საზღვრების დასას მოდის ადამიანში ფოთიანი მე გადავდიოდი მის სწავლაზე მაგალითად შეხოთ აი ჩქარობს რაღაცა მალე გავაკეთოთ რაღაცა ისა და მე უყვებოდი და მე ქაოსში ვიყავი და მე იმას ცხოვრობდი რაც ჩემი არ იყო ხო და ეგ ის არის რა მე შენ სხეული გეუბნება რომ შენი არ არის დაიღლები მალე ან ტვინი გადაგიდუხდება ან რაღაცა აქ იწყებ უკვე კონტროლს ამისი არის ადამიანში ფოთვაში ნელა პასუხო რაღაცას ან იმაში არის მე დრო მჭირდება ამისთვის რომ გავაკეთო და ამით იცავ შენ საზღვრებს ფაქტები მაგრამ თუ მე ვარ ურანელი მაგალითად და მე მაქვს შფოთვა ხო ჩემი მიზეზით ეხლა თამი არ არის ურანელი იმიტომ რომ არ არის ეხლა ანუ პირველი სახლის მართველი ან ოთხე სახლის კუთხურ სახლებზე ეგ მაგრამ ლილიტით გავდივართ ხოლმე ზუსტად მაგაზე რომ ის პლანეტები რეალურად ფონად მუშაობს აი ეს ლილიტური შიდა ენერგია რაღაცნაირად არ ვიცი ვერ ვხედები როგორ დავამუშავო რაც არის რესურსი გაუცნობიერებლად ამას ყრიდა ვიყენებ აი ეს ნაწილ როცა ჩვენ სწავლობთ ამ ჩვენს სუსტს ხო აი მე ხდება უკვე ერთზე ვიმუშავე მე მეორეზე ვიმუშავე მე მესამეზე აი ნენელა სხეული გიბრუნდება სხეული რა არის აი ეს არაპროგნოზირებადი გავაზნები აღარ აქვს ან ურანული შფოთვით გავარდნები, ან სატურნული ეს ტვირთი და პასუხისმგებლობა და ბებერივით რო ზიან ხოლმე სატურნიანელები მაგალითად, ხო, ეს უცხლის ბავშვია და ბებერია რო შეხედავ. უყურებს ყველას, ახლა შენ ეს გააკეთე, კონტროლი, ხო? და ნუ ერთი ის იყო, გარდა სასაცილოც ჩანს რა ეს სიტუაცია, ერთი სრულ ქემპა და მაგა ეგრე არის ხა და სასაცილოა სატურნის ფული. აი რა შემთხვევაში შეიძლება რომ ხუთი ბავშვი იყოს ესეთი, რა ასპექტი აქვს სატურნის? არა სატურნის შეერთება, ან ოპოზიცია, ან კვადრატურა. სატურნი აქტიური რუკაში, მზესთან მაგალითად ასპექტირებული სატურნი, ანუ როცა პირველ პლანეტებთან არის, განსაკუთრებით ეს უკვე არის აი ყველაფერი მე უნდა ვაკონტროლო, ანუ მისი სატურნი ცელდება ყველაზე და სიამოვნებაში ეს არის შფოთვის ან კომპლექსის რაღაცის გადაფარვის ცდელობა, დაცვით მექანიზმი რო ეწახით ამ ფსიქოლოგიაში. ამ დროს უარეს ვაკეთებ. ის ლირიტი კიდე უფრო გაგვირბის მე. ხოდა აი ეგ არის ყველაზე რთული თამში რომ ეხა თხის ხარის განუვლინა დაიწყო თავიდან ნუ ეხა ავლენ აღმავლის თხის ხა ყავს იმას კი არ არის ამაზე რომ საერთოდ არ ვავლენ. უბრალოდ მე მაგალითად თუნდაც ეხა ჩემი ლილიტით რომ შევედი ხა ფსიქოლოგიაში ძალიან ღრმა სტრუქტურებში მე არ იყო ეს ჩემთვის კომფორტული ზონა. საერთოდ არ მინდოდა მე მინდოდა ვერძულად სიცილი კისკისი თამაში გართობა შევქვალება თქოდა ხოლმე რომ რაღაც საშინელება ხდება. აი რა მოხდა ეს გაივლის რა. არაფერზე რეაქცია არ აქვს. სულ პოზიტივი რო ხარ. ნუ აი სულ შეიძლება. მე რო ფარულად რო გროვდება ეს პრობლემები ხო იცი და ტენი უჭრებში რო ტენი ვითომ არ არსებობს. მე ეს პრობლემა ხდება რაღაცნაირად და მე ხო და რო ვიჯახი ხოლმე ამ თერაპიებზე ან ჯგუფურ თერაპიებზე ვიღაცები ტირიან ვიღაცები მოდგა და კაი რა დაიკიდე რა ეგეთი როგორ ხო და ეგრე არ არის თურმე ცხოვრება ხო და მე მან ჩამერთო რა იცი რომ თუ დრამას შევხედავ ჩვენ პოზიტივს დავკარგავ აი აქ იყო ერთი 8-9 წლის წინ რომ მოვწვი რომ მე ლილიტის მიღება არ მინდა იმიტომ სელენა მგონია რომ დამიკარგება არა და მე ვარ სელენა ჩემი ენერგია აი ეგ არის ხო იმიტომ რომ წარმოვიდგინე ხა პრაგმატული თხის რქა ფულზე მატერიალზე ორიენტირებული და თევზი ხო აი ეგ არის ხო აი ეგ მომენტია ახლა მივხვდები მაგას ხო სელენა გაქცევის ქვეშინია და ლილიტოს მაგება იმიტომ რომ ის ხო იცი მაინც რომ ის არის რაღაც ხო თავარია და ხო და გეშინია რომ მე არ გავხდა ესეთ მე აი ბევრი მქონია ეს მომენტი რომ აი თხის ხა მყავს აღმავალი და ვიცი რომ აი უნდა ვისწავლო თხის ხებისგან რომ აი დროის ეკონომია რო იციან ძალიან და საქმეზე ორიენტირებული აი აფშარ გააკეთებს დაჯდება იმ საქმეს დაამთავრებს და ჩემს ავით აი ესე არ დაიწყებს რაღაცას ხო
და არ მინდა რომ ისეთი ვიყო, აი რამდენჯერ დამჭერია ჩემი თავი, რომ აი ესეთი მშრალი რო ვიყო, არ მინდა რომ ფიქრობ ესე ხო. და გახსოვს ორივეს გვაქვს ერთ სახლში ლილიტი რა, ახლა არ ვახსენებ და რო გითხარი, რომ აი ყველაზე მეტად არ მიყვარს დამაქალები, სერიოზულები, ხუთი შვილი რო ყავთ მოკიდებული და ყველას რო პატრონობენ და რაღაცა და შენც რო იგივე მითხარი და აი მან რაზე გავედით, იცი რომ სულთან ამ ლილიტთან შეხება არ გვინდა, იმიტომ რომ ეს არის ჩვენთვის რაღაცა, ნუ არ ვიცი, კატასტროფა რა და იმიტომ რომ ეგ მოიხა შენ რაც თქვი, რომ ხისქა რო გახდე, შენ მგონია რომ რაღაცა კატასტროფა. რო იქნება ხო, ანუ იქნება მშრალი, ორიენტირებული მატერიალურზე, ფულზე და აი ამის გეშენია, ხო? წინა ცხოვრებაში ჩვენ ვიჯექით ლილიტზე სრულად ადრე. აქ ცუდი გამოცდილება მივიღეთ და გვეშინია მან დაბრუნების. აი ჰიპნოთერაპიებზე მათ გავდიოდი. შენ იყავი სადღაც რომელიღაც ინკარნაციას ყოველთვის ვარ ხო? ძალიან ერთი ინკარნაცია მაინც იყო ხისხული ძალიან ოღონდ აი მუქაჩა ყველაფერი თავისკენ ადამიანი. კი მე ივანიშვილის ინკარნაცია ჰქონდა გარკვეულწილად. გამომივა და გამოვახდე. ეგეთია. არა ისმის ეს ჩემი ხმა? და იხანი რომ ისმის ჩემი ხმა? საერთოდ არის მოდა? კაი გავაგზავნოთ არა უშავს, რაღაცას გაიგებდით. ხო და მაგაზე არის ზუსტად ლაპარაკი რომ ეს თხისრქა რო ჩავთვალოთ ახლა გამახსენდა აი 11-12 წლის წინ რო გამიგეთ პირველი რუკა გადახედა მაშინ მითხარი რა აი სატურნი ლილიტებს რო გადახედე აი როგორ კაცი ოჯახში რო ზიზო სვანი რო ზიზო ატრიალოს ზაგვარეულოსო ხო ეგ არის ივანიშვილს რაც ჭირს ახლა ყველაფერი რომ მოკაჩა თავისკენ, ოღონდ თან პასუხისგებლობას არ იღებს არაფერზე, არ ჩანს. ოღონდ ეს თემა არის. ლილიტი. ოღონდ აი რა დაინახეთ, იქ სატურნი ოღონდ ყავს მე კირჩხებში, ხო, დაღმავალთან შეერთებაში. ანუ სატურნი ანუ კირჩხები თხის რქისის რო არის, ხო? ანუ ეგ ნიშნავს, რომ ოჯახური არა ფინანსური და რაღაც, ანუ ოჯახში რო ზის რა, ის რა ქვია მაგას სვანებში რო ზის. კურდაძის რა ოჯახში რა და აკონტროლებს ყველა. ნუ ისე რო ზის რა, პაპა ვიღაცა რო ზის და ატრიალისტოს მან შესulis. რომ აი ახლა მეც ხო მორიელი ისეთი დრამა ვნახე ჰიპნოთერაპიაზე სხვადასხვა ინკარნაციები მკლავდნენ უბედურებები გამოვიარე ჩემთვის ნეგატივი ეს მიტრიგერებს სავარაუდოდ ესე ვიწახით კარმულ ასტროლოგიაში იქ შევყავარ ისევ საიდანაც მგონია რომ ძვლის გამოვედი ანუ ის ნეგატივი გარშემო რაც არის ხო არაცნობიერად არის წინა ცხოვრებებიდან როგორც ენერგია იქ არ გვინდა შესვლა იმიტომ რომ იქ ცუდი რაღაცა ვნახეთ აი ძალიან დიდ სურათში ეს თემა არის და მე მაგას თავაზობ ხოლმე ხალხს რომ უნდა შეხვიდე ოღონდ ახალი გამოცდილებით. აი მე მან შევედი დრამაში ეს ჩემი არ არის ეს დრამა. მივხვდი რომ ჩემი დრამა რაც იყო მე ის გადავამუშავე რაღაცნაირად და მორჩა და ყველაფერს გავაკეთე ბაჭი რომ დრამაში აღარ შევიდე. ანუ ის წარსული მოყვება და გგონია რომ ის ეხლაც არის და აღარ არის ეხლა. იგივე აღარ ხდება. ანუ ჩვენი სულის რაღაც ნაწილი ძველ დროშია დარჩენილი. და იქ ცხოვრობს იმას და ამ დროს გარემოება რეალობა სხვა არის უკვე. აი მაგას მივხვდი ჰიპნოთერაპიებიდან, ფსიქოთერაპიებიდან და აი ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი არის ამის გაცნობიერება. აი ბევრი შრე არის მარი ჩასასვლელი მათ ხო ხდები ხარ რას გულისხმობ რომ ამ ცხოვრებაში იგივე გამოვიარებები. იგივე ხდება, მაგრამ არა ეგეთი მასშტაბით. ხო, ეგეთი მასშტაბით ხო არ ხდებოდა. და ეხლა იმდენად აღარ მინდა მაინც კომფორტში ვიყავი მიუხედავად იმისა რომ ფილიკული თქონდა იმას იმაში ყოფნა ხო მაგრამ დიდ სურათში რომ შეხედო როგორც აი ხა ლილიტი შენი ლილიტი როგორც შეიძლება აღწეროთ აი კარმული ასტროლოგიით გაცილებით ძიმე რაღაცაა გამოვლილი ვიდრე ამ ცხოვრებაში აი ახლა თამის არ ქონია ეგ ლილიტი თხის ხა რო დავახასიათოთ ხო არ ქონია მთლად ეგეთი გამოცდილებები. არა აქ. ანუ საიდან უნდა კონდეს შეიძლება ვერ გიპასუხოს. ეს ლილიტი რო შიგნებაში აქვს.
ეხლა მეც რო ვთქვა რომ რაღაცა კატასტროფა და საშინელება მქონდეს გამოვლილი, ვერ ვიტყვი მაგას. აი, პატარ-პატარა დოზით შეიძლება იყო რა. ახლა სხვალერტი მორიელები ვიცი ჩემი, აი რაღაცა კოშმარები ქონიათ გამოვლი. ვერ ვიტყვი მაგას. არც აი ხალატები და რაღაც არ მქონია ეგეთი რაღაცეები. ხო, შესაბამისად ემოციურად თითქოს მქონია, მაგრამ რეალურად არა. აი ეგ არის ხოლმე გასაკვირი ზუსტად და მე ჰიპნოთერაპიაზე ან ფსიქოთერაპიაზე ისე ცოცხალი არის ეს განცდები თითქოს იყო და არ იყო და მან უნდა თერაპიულად მიუშვა ადამიანი აცხოვრო ეს ენერგია არ აქვს მნიშვნელობა მართალია არა მართალი უნდა იცხოვროს და მე აქედან ხდება რეალობის გაცნობიერება რომ ეს გაიარა უკვე იყო არ იყო აღარ მაინტერესებს ვიცხოვრო ეს და გავუშვი მე დახდება ამ ენერგიასთან დამეგობრება და აკავს აი ლიტერატურაში რო არის ლიტის 3 დონე მესამე დონეზე მან დადიხარ. რაც უფრო სწავლობ, ჯერ ხვდები რომ აქ ტყემალზე ხარ, გონზე არა ხარ. უნდა შეხედო ობიექტურად შენ თავს რომ აქ იმას ეჭიდები, რაც შენი არ არის. მე უნდა შეხედო იმას რომ იმიტომ არიღებ ამას რომ სელენას დაკარგვის გეშინე და სინამდვილეში ჩვენ რა ზობროდუდი ტიპები ვართ, უფრთხილდებით ჩვენი გაგებით სელენას, ღვთიურს ჩვენში. და აი აქ ეგ არის ზუსტად რომ ეს ლილიტი გვაფუჭებინებს ამ სელენას რომ დაანებე იმას თავი მეც მომხედე რა აი დიცურად ძალიან დიცურად რომ ავიდეთ იდეა ეგეთი არის ანუ რაც არ უნდა სასტიკი და ცუდი ტიპი იყოს ადრე მეგონა რომ აი ძალიან ცუდი ტიპები რო არიან რა აი ნახევარი მთავრობა მოდი ეხლანდელი რო ავიღოთ საშინელება ანუ აი ეზოთერიკა იტყო და მათ უკან რაღაცა ცუდი არ ის ენერგიები არისო ხო ძალიან დიდ სურათში შეიძლება ჩვენ ამით თვითკურნალობას ვეწევით რომ ოდესღაც სადღაც რომელიღაც ხორებაში რომ მივეჯაჭვეთ დიდ ღირებულებებს ვამსხრევთ იმას რომ ცოტა ჩამოწიოთ ეს იდეალები რა ეს ძალიან დიდი სულიერება და ეს ღვთიური ცოტა მატერიაში შემოვიდეთ რაც უფრო გვიჭირს, მით უფრო ესეთი პრობლემები არის, მანდა დასამუშავებელი არის. ანუ ეზოთერიკაში აი ძალიან დიდ სურათში, დიდ სულიერებაზე მიჯაჭვულობაც, ეს უკვე რას ნიშნავს, რომ შენ იმას ეჯაჭვები და სხვა გარემოში ვეღარ გაძლებ. აი როგორც ძალიან დიდ სისუფთავეში, აი ძალიან კარგ გარემოში რო ხარ კარგ სახლში და ახლა მე რაღაცა სადგომში ვეღარ იცხოვრებ რა. დაინგრევი ფსიქოლოგიურად. Ზუსტად იგივე თემა არის. რაც უფრო მაღალ მატერიებში და დიდ სამყაროებში იყავი, მით უფრო დაბალ ვიბრაციებში აღარ გამოგდის და ამ დროს მანდ არის ზუსტად პრობლემა, რომ დაბალ ვიბრაციებშიც ისეთივე სულიერი უნდა იყო და ნათელი, როგორც მაღალში. და მთელი ეს გამოსა ლილიტი მაგაში გეხმარება. რომ ყველაზე დაცემულიც კი შეინარჩუნო რაღაცა ბალანსი, შიდა, პოლარობები. იცით, მესამე გამოვლენებას რო ვეწახით, ხო? დაუშვათ ახლა ლილიტის, ხო? დახობთ ახლა შეგეკითხების რამდენად სწორად მესმის დავუშვათ იგივე თხის რკა ხო ვიცნობ ადამიანებს რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე იღებენ დარტყმებს ოჯახიდან ვიღაცა სხვა არის ავტორიტეტი და ფულად დარტყმებსაც ანუ დანაკარგს იღებენ დანაკარგს მატერიალურს ოჯახურ პონჩი პირველ რიგში თან მოდი ესე ვთქვა ანუ თვითონ არ აკეთებენ ვერაფერს ვერ მიიღებ თუ არ გინდა თვითონ ანუ როგორ ხდება იცით თვითონ კი არ იხვეჭენ რაღაცას ვიღაცის კი არ არწმევენ და ვიღაცას კი არ ატრიალებენ თავიანთ ნებაზე არამედ სულ ვიღაცისგან იღებენ აი სულ მათგან უნდათ რაღაცა პარაზიტები მოდი ესე ვთქვა ყავთ პარაზიტები გარშემო მოდი ესე ვთქვა რომ ეს არის ჩვენი ნება და ჩვენი დაშვება ესე იგი ჩვენ გვაწყობს იქ რაღაც ძალაუფლებას გრძნობთ ან რაღაც გავლენას გრძნობთ ან სიყვარულს ვიღებთ არაცნობიერად ხო ანუ მე ვაკეთებ აი რას გულისხმობთ არის ესეთი მოსაზრება რომ აი დაუშვათ როდესაც ლილიტის მესამე საფეხურზეა ხო ის თვითონ კი არ უშავებს ვიღაცას რაღაცას არამედ ის იღებს წინა ინკარნაციების სიმოსო ეგ ეგრე არ არის მანდაც არის გაცნობიერებულად რომ შევხედოთ ეგ შენ მესმის ახლა რასაც გულისხმობ აქ რაღაც არის იცი რომ დარტყმები და კარმა რომ მოდის და რომ იძულებული ხარ ესეც ლილიტის საცდური არის აი რეალური დამუშავება არის შენ საერთოდ აღარ შედიხარ მაგ ზონაში ვერაფერს ვერ გართმევს თუ ესეც იგივე არის ენერგიას გართმევენ აი ახლა თუ არის შავი მთვარე ლომში მაგალითად და ბავშვებთან პრობლემები აქვს ხო ახლა აქ ვერ ვიტყვი რომ მიდი მეატოვე ეს ბავშვი ხო სიტყვაზე პირიქით ზუსტად თუ მეატოვა ის იგივე ლილიტზე გადასვლა არის და უნდა ისწავლოს ისეთის მიღება როგორიც მას არ უნდოდა და ეგ არის დამუშავება
ოღონდ არა ის რომ ბავშვი იჯდეს და მაგაზე და სიცხწოვდეს და მთელი ამბავი, ხო? აქ არის უბრალოდ იმაზე, რომ ესე იგი მე თუ არ მყავს ისეთი ბავშვი, როგორც მინდოდა, ჯერ რატომ მინდოდა ისეთი ბავშვი, როგორც მე მინდოდა და ესე იგი ინდივიდუალიზმი როგორ ამაქვს გამოთიშული. ანუ რეალურად ის ბავშვი გეხმარება შენ, რომ გააცნობიერო შენში რა პრობლემები არის. შემდგომ ისწავლო სხვა ენერგიასთან ურთიერთობა და არა, ეხლა მე ძალიან შაბლონურად გეუბნები. ახლა სხვა ასტროლოგიაში გეტყოდა, რომ აი შენი კარმა, რაც უფრო მოითმენ, მით უფრო დაამუშავებ, მაგ თემას ამბობ. ხო, აი მაგას გეუბნები. სინამდვილეში ეს რას ნიშნავს, იცი? აი ადრე ეკლესია რომ ამბობდა ხოლმე მიმღებლობას გაუცნობიერებლად. აქ ქვეცნობიერში ბოხმა იზრდება უფრო მაგრად. ბრაზი იზრდება და ლილიტი კიდევ უფრო ძლიერდება, ის კიდევ უფრო სასტიკად დაგვარტყამს მერე. ეს იცი რას გავს? Vivian Lee მაგალითად მსახიობი სელენა ლომში ყავდა და ლილიტი თევზებში. ფანტასტიკური მსახიობი იყო, დიდი აღიარებით ლომს რო ეკადრება ხა ისეთი, შეუყვარდა ვიღაცა, რომელმაც დაუწყო ეჭვიანობა რა, რომ აი მე უფრო, ვერ აიტანა ესეთი უფრო ცნობილი ხალი, ვიდრე თვითონ იყო. Vivian Lee ლილიტი თევზებში ყავდა. ფანატურად შეეწირა ამ ქმარს, აღარ იღებდა ფილმებში, მარტო ამ თავის ქმარს აქებდა, რომ ეს არის ყველაზე მაგარი, მე რა მსახიობი ვარ, ეს არის და სიმსივნით გარდაიცვალა და ანუ ეს რა არის? ქვეცნობიერმა და აი რას შეჭამა. არარეალიზებულობამ შეჭამა. მან უარი თქვა თავის სელენაზე და გადავიდა ლილიტში. აი რა იქნებოდა ბალანსი? ორივე ემუშავებინა, ხვდები? რომ ლომი მე თვითგამოხატვაში ვარ. მე არა აი თევზისკენ წავიდა და როცა ამბობენ ხოლმე ლილიტზე რომ ფატალურობა იცის ლილიტმა ამაკედან იცის რომ ჩვენ შიგნიდან გვჭამს ეს აი რეტროფლექსიაში არ უნდა წავიდეთ მერე ხო ხდები იმიტომ რომ ეს წავალთ ჩვენ აუცილებლად ჩვენ თუ არავის არ უშვა მე მაქვს რეტროფლექსია მაგალითად ჩემი ლილიტით არავის არ დამიშავებია მაგრამ ყველამ შემჭამა გავშემო ვინც კი მყავდა მე რა თქვი რომ უკაცრავად რა ამდენი ხორცი აღარ ამაქვს ძალიან ეწყინათ ხოდა აქ მაგაზე არის ზუსტად ლაპარაკი რომ აი აქ უნდა ჩავხსნათ რომ ეგ შენ მესამე დონეზე ასვლა ზუსტად ეგ არის რომ ბოდიშით და აი მუქთაზე აღარ უმუშაო უნდა თქვა და საზღვრებს ვიცავ საზღვრები არის აი ლილიტის თემა და აი Vivian Lee მან და ლილიტ თევზში გადავარდა ლომი არ ჩართო და ჩვენ თუ სელენას საერთოდ არ ვიყენებ და ლილიტში გადავდივართ ენერგიას კარგავთ კოლოსალურად ძალიან დიდი დოზით ლილიტის ასწორე პირად ურთიერთობაში თუ იკარგება სელენას კარგავს ესე იგი მომარჩა უკვე აღარ მოდის დახმარება და იფიტება და ტრამვებს ღებულობს და ნეგატივს ღებულობს მე იქიდან ანუ არც აქეთ უნდა გადავარდეთ არც იქით ეს არის მთელი ფილოსოფია რომ ბალანსში შემოვიტანოთ ლილიტი უნდა შემოვიერთოთ სელენასთან ერთად აი მე მანდ მივხვდი რომ აი ჩემ ვერც რო ვავლენ ვიკვლევ მეცხრე სახლიდან სელენა ხო სულ ახალ რაღაცებს სულ სწავლობ სულ რაღაცებში ვითარდები მაგალითად ლილიტის ენერგია, იქ ფსიქოლოგია, მაგალითად, იქ ენერგიები, აი რაც უფრო ვაბალანსებ ორივეს, ჩემი წარმოდგენით ეხლანდელი ხა 20 წელს მე არ ვიცი რა იქნება, მაგრამ ეხლანდელი გადასახედიდან მივხვდი რომ აი ეს უნდა დავიჭირო ბალანსი. ცოტა იქით თუ წავალან, ცოტა აქეთ რო წავალ, მორჩა ბალანსი დაირღვევა. აი სულ ბეწვის ხიძზე უნდა გავიაროთ. სულ მან ვართ ყოველთვის რა, როცა აი ამ კომბინაციებზე ვლაპარაკობ. ძალიან რთული არის. აქ მე დამეხმარა ზუსტად ლილიტში შესვლა, საზღვრების დაცვა, ენერგეტიკული, ფსიქოლოგიური. აი შემეცვალა საერთოდ მორალური ღირებულებები, აი ეს როგორ ახლობელია, როგორ ის არის, როგორ ვეტყვი უარს და ეს რეტროფლექსიური სისულელეები და ვისწავლე რომ თუმცა ეგრე არ არის და საერთოდ არასწორი შეხედულებები მქონია ყველაფერს. ყველაზე რთული არის დაამსხვრიო მე შენი წმენა წარმოდგენები რაც ბავშვობიდან ჩაგიდეს, ამას ამსხვრევ და ახალს ქმნი. და ეს არ რთული არის. ეს ძალიან სერიოზული მუშაობა არის, მაგრამ რაც უფრო ბალანსი გვაქვს დარღვეული, მით უფრო გჭირდება ეს ჩართოთ მე. ეხლა რა მეკითხვა ხო არ არის და ჩემი ოპერატორი დაიყალა. ეს. მარი შეცხვარა გაკრავე. მიხდი ხო ეხლა თან. ცოტა ლექცია, დისკუსია გამოგვივიდა, მაგრამ რა კარგი არის უცხოეთში ყოფნა, ყველა თემაზე ლაპარაკობ. ხმამაღლა და უხერხლების გასწარა. თან ესეთ კარგადელავსი ვარ. ხო. აი, ეს მინდოდა, მე თქვა, კარგია რომ არ დამავიწყდა. ზუსტად წინ მოცარტის აი პირველი მისამართი იყო, აი ჩვენს უკან არის
გერმანული წეღან არასწორად. ეს ბოდიშით სერტიფიცირებული აკაური ვენის სერტიფიკატი აქვს აღებული გიდობაში სხვათა შორის. პროფესიონალი ეს არის გიდი. თავისი მთელი დიპლომებით და ამბებით. თან მომიყევი ახლა მოცარტზე მესამე წელს წავიდე. არის გერმანული ორდენის სახლია და ეს იყო ტაძარიც არის იქ, ну, ტაძარის წმინდა ელისაბედის სახელობის არის და აქ იყო მოცარტის პირველი მისამართი. აი ზალცბურგის ეპისკოპოსთან, ერცბიშოფთან ერთად რო ჩამოდიოდა, ქართულად ითარგმნება ეპისკოპოსი ერცბიშოფი და ამასთან ერთად რო ჩამოდიოდა, პირველი სახლი იყო 1791 წლის დასაწყისში პირველი ვიზიტები რო ქონდა ხოლმე. იცოდი მარიშენ. იცი რა ეზო არის? საოცარ ეზოში ჩვენ შევალთ მე იქ და ცოტა შორის დღესაც ქირავდება მან პირდაპირ. ჩემი ერთი ახლობელი კორონას დროს იყო ჩამოსული, მან ვიქირავეო მითხრა. ანუ ოღონდ იცი როგორ არის, მთელი წლით ადრე ხდება, სანამ მან ცნობილია, რეკლამა არ ჭირდება და ძალიან სწრაფად იდება და ნუ იღებენ ხოლმე. ცოტა შორის ეს არის ეს ყველგან რომ მონასტრებს აქვს თავიანთი გასაქირავებული აპარტამენტები, აქ იხავებენ და ეს ტრადიცია მაშინაც არსებობდა მე-18 საუკუნეში მოსარტის დროსაც. აი ფანტასტიკური ეზო არის. ესე გადავიღე. საოცრება და სხვათა შორის არის პატარა ძალიან ავთენტური ბაროკოს ეპოქის დარბაზი, სადაც დღესაც კონცერტები იმართება ხოლმე კლასიკური მუსიკის და იქ შეგვიძლია ჩავიხედოთ. აუცილებლად. ფრესკები არის მე-18 საუკუნეში. თამის აქვს თავისი YouTube, თავისი მთელი სოციმედია, ესე რომ ვთქვათ. ხალხის მეც ვარ მასთან ვიდეოებში. ერთად დავდიოდით და ერთად წერდით, ანუ ჩვენ რასაც მიყვებოდა დავსდევდით კამერით. და ძალიან საინტერესო თვალყური შეგიძლიათ ადევნოთ, სად მიმოგზაურე და რეები ვნახე. მოკლედ, ეს მინდოდა თქვენთვის გამეზიარებინა. ძალიან დატვირთული, ღრმა თემები, ჩაიზე დაქალებთან ერთად. და მადლობა მეგობრებო, იმედია საინტერესო იყო თქვენთვის და კომენტარებს ველოდები ხოლმე ძალიან საერთაშორის. აბა დროებით.